მოგესალმებით. მე გახლა ვარ ნარა ოკანიანი, სოფელი ბორნისის საჯარო სკოლის მოსწავლე. დიდი ხანი არ არის ჩვენ სკოლაში დაიწყო მუშაობა წიგნიერების კლუბმა. მინდა აღნიშნო, რომ მეც დიდი სიამოვნებით ჩავერთე კლუბის მუშაობაში. კლუბის წევრებთან ერთად ვიმუშავებთ ერთ თემაზე და დღევანდელ გადაცემაში, რომელიც მიეძღვნება გულგრილობას, ჩვენ განვიხილავთ გურამ გიგეშვიძის ნაწარმოებს შურისძიებას. ამ თემაზე საუბრისას მე შემომეშვებიან ჩემი მეგობრები კარლი და ვაზიკ პეტროსიანები და ჩემი ძმა ერიკი. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა გულგრილობა. გურამ გიგეშვიძის ნაწარმოების შურისძიების კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის სათაური ყურადღებას შურისძიებაზე ამახვილებს, სწორედ გულგრილობისა და ყურადღებობის ფონი ქმნის იმ ტკივილს, რომელიც შემდგომ მოქმედებებს უდევს საფუძვლად. შეგახსენებთ, რომ ნაწარმოები მოგითხრობს ორაბელ ძმაზე, რეზიკოსა და მის უმცროს იქნათმიან ძმაზე, რომლებსაც ძალიან მოხსნი და დარდით გადახილი ბებია ზრდის. ხომ გახსოვთ, რომ ბიჭები დღის უმეტეს ნაწილს უსაქმოდ დაწანწალებდნენ ქუჩებში. გულგრილობის ერთ-ერთი ყველაზე მძაფი ეპიზოდი ხდება ბაზარში. სასადილოს წინ ცელიალყუზე ზის გამხდარი კაცი, რომელსაც მაშინვე იცნო უფროსი ბიჭი. ის იცნობდა მათ მამასა და დიდი ხნის წინათ, სანამ მამა მოუხდებოდათ, რეზიკოს ნაყინის გიყურიდა. დიახ, ეს კაცი ხედავს ბიჭებს, რომლებიც ინტერესით უყურებენ სალაბროს გაგრძელებას. ის ფიქრობს, ხომ არ ვხედოთ მას სალაბროს, მაგრამ რადგან სალაბრო ძვირია, მან გადაიფიქრა. როდესაც უფროსი ბიჭის შემთხვევით მიიხედავს და დაინახავს მას, კაცი გადაწყვიტეს, მივიდეს და უხიტოს საზარდო. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ უარყოფს ამაზრს. საგულისხმოა, რომ ის მიხედა საკუთარი თავის განმარტება, გულგრილობას ეკუთვნება. ეს ბავშვები სულ ერთია, არ მისცემენ, რას მოხდებიან, რომ მაგათი მამის ანხანაგიმარი. ამ ფიქრით ის ბრუნდება შენდის სასადილოში სამსარას. ეს ეპიზოდი ნათლად აჩვენებს, როგორ იმაჯვებს გულგრილობა და პირადი კომფორტი თანაგრძნობასა და პასუხის მიღებულად. გულგრილობა ძმებს შორის ურთიერთობაში ჭირჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად მიდიან, თითქოს რაღაც უხილავი ძაფით გადაბმულები. ისინი არ საუბრობენ, რადგან ერთმანეთთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. ისინი მიდიან ისე, თითქოს ვერ წამშინებდნენ ერთმანეთს, თითოეული თავის ფიქრებში წასული. უფროსი ძმა რეზიკო ავლენს აგრესიულ ზრუნვებს უმცროსის მიმართ, როდესაც მას ხელს უშლის წყალს მოუტანოს სქელ ქალს, რომელსაც დედოფლივით დიდი ხმით სთხოვს დახმარებას. რეზიკო ძმას ხელს კრავს, ვედროს თხრილში აგდეს და უყვირის. წადი შენ შვილს მოუტანინე წყალი. ასე მიაძახა ბიჭმა ქალს. პატარა ბავშვს უნდა წელი მოსწყვიტოს. მართალია, ის ქალი სულაც არ იყო კეთილი, მაგრამ რეზიკოს მიმართ დამოკიდებულება ძალიან უხეშია. რეზიკო თავის აქციებით კმაყოფილი იყო, რადგან გრძნობდა, რომ ამ ქალის ხასიათი გამოაცხო. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ეს ტკივილი და ბრაზი ისევ მას უბრუნდებოდა, როდესაც უმიზიდოდ უარტყამს უმცროს ძმას სკეპლით, ვერ აცნიერებს რისკენ არის მიმართებული მისი სიძულილი და ბრაზი. სოციალური გულგრილობა კი ყველაზე მკაფიოდ მდინარის საბანაოზე ჩანს. როდესაც რეზიკოს ნაცნობი ბიჭი ეუბნება, რომ ომარამ კინაღამ დახვრჩო მისი ძმა და შორდული წაართვა. ის ამატებს, რომ ვერ მოახერხეს დახმარებას, რადგან ომარას ვერ მოერევდნენ. უმცროსი ძმის ნაჯუს ხილვა, მისი ჩალუჯებული თვალი და დასესხიანებული და ლოჯერებული ჭჭიანი ფეხები. რეზიკო გულს უგნავს, სიძულითა და ტკივილი ასვებს. მას ჯერა, რომ მხოლოდ შურისძიება შეუძლია დაუბრუნოს მას ძველი, ხალისიანი და უზრუნველი სიმსუბუქე, რაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება. ამ უნარის დაკარგვა კი მისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა. რეზიკო ომარას ეძებს და პოულს რკინის გზისთან. მიუხედავად იმისა, რომ ომარა მასზე მაღალი და ღონიერია, რეზიკოს არ ეშინია, რადგან მისი სიძულვილი აშკარად და ხელშესახებულად ძლიერია. ბრძოლა სისასტიკით მიმდინარეობს. რეზიკო გორჯერ ეცემა, მაგრამ პოულს დგება. საბოლოოდ ომარა ტერინარი ხმით ეკითხება. ბიჭო რა გინდა ჩემგან, რას გადმოვკიდე? ომარა ბოდის დიხდის, ცრემლები წამოუღა და ისტერილოს ყვირის. როდესაც ბრძოლა დასრულდა, დაღლილობისგან ბიჭებს ბრაზი დროებით დაუცხრათ. ისინი დგარან ერთმანეთის პირისპირ, მძიმედ სუნთქავენ და გულგრილად უყურებენ ერთმანეთს. რეზიკო ხვდება, რომ საქმე დასრულდა, მაგრამ არავითარ სიხარულს არ გრძნობს. პირიქით, გული უფრო ძლიერს ტკივა. გამარჯვებამ, რომელსაც მას სიძულებით და არაძალით მიაღწია, შვება არ მოუტანა. შურისძიებამ არაფერი შეცვალა.
რეზიკოსთვის ეს ტკივილი არის უნიზეზო უსარმართლობა, რომელიც სამუდამო ტკივილს ტოვებს გულში და ვეღარაფრით წაიშლება. ტექსტი საბოლოოდ მიგრუყვანს იმ აზრამდე, რაც რეზიკო მხოლოდ ინტუიციით იცის. ცხოვრებაში მთავარია არა სიმაღლე, არამედ სიკეთე. მხოლოდ სიკეთე და სულგრძელობაა უმაღლესი და ჭეშმარიტი ადამიანური თვისები. ყოველივე დანარჩენის მნიშვნელობა მოჩვენებითია. რეზიკოს სახლში მაინც უკმაყოფილო ბრუნდება. მისი იღვლავ კი სამყარო არის ისეთივე ბრელი და შავი, როგორც უნუგეშო სევდა. გულგრილობა ამ ისტორიაში არის არა მხოლოდ უმოქმედობა, არამედ სიკეთის, როგორც ჭეშმარიტი ადამიანური თვისების უარყოფა, რაც საბოლოოდ აუცილებელ სამუდამო ტკივილს იწვევს.